მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკის ახალ ამბებს სტუდიაში სოფო ცერცვაძე იწყებს მუშაობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია რეგიონული მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 2013 წლის ანგარიშისა და 2014 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობის შემდეგ დავით ნარმანიამ სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს რეგიონში პროექტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში საკუთარი ხედვები და რეკომენდაციებიც გააცნეს. შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვემო ქართლში 15.600.000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს. რეგიონულ მედიასთან ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს იმას, რომ ადგილებზე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს რეგიონული მედიის მეშვეობით მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გავაკეთეთ ჩვენ 2013 წლის განმავლობაში და ასევე მივაწოდოთ 2014 წლის გეგმები. ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშის ჩაბარება ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის, რომ ის პროექტები და პროგრამები, რაც ჩვენ 2013 წელს განვახორციელეთ, იყოს მიწოდებული ინფორმაციის სახით საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ვინაიდან ყველა მარიცის თქვათ, სხვა რეგიონებში რა პროექტები და პროგრამები ხორციელდება, თავის რეგიონში კი ხედავენ, რაც ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც ნაერთ ინფორმაციას ვაწვდით, ასევე რეგიონების მიხედვით გვექნება წარმოდგენილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად რა გავაკეთეთ. მეორე შეხვედრა ამ ფორმატში, სადაც მინისტრმა გაგვაცნო 2013 წელს განხორციელებული ინიციატივები და საკმაოდ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც 2014 წელს განხორციელდება. ჩვენი სურვილი ამ პროცესში არის ის, რომ ეს თანამშრომლობა უფრო აქტიური იყოს, კონდეს უფრო მეტი დატვირთვა, ვიდრე ინფორმაციის გასვლის ფორმატი, რაზეც მინისტრმა შეხვედრის შესავალშივე ისაუბრა და დღეს გვინდა შევთავაზოთ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონებს საკმაოდ კარგად იცნობენ იმ პრობლემებს, რომლებიც რეგიონებში არიან, უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს აქვს და მინისტრი ისმენს იდეებს და კონკრეტულ გეგმებს, როგორ ვხედავთ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, ზოგადად რეგიონების განვითარებას საქართველოში. მე მგონი ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩვენთვის. დავით ნარმანიამ თვითმმართველობის რეფორმის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საქმე ეხება 48 მუხლს, რომელშიც პირდაპირ წესით არჩეული გამგებლებისა და მერებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ითვალისწინებს. ამ მუხლის მიხედვით გამგებლებისა და მერების გადაყენების უფლებას საკრებულო იტოვებს. აღნიშნული ნორმის რამდენჯერმე ცვლილება მოხდა, თავდაპირველი ვარიანტი განსხვავებული იყო დღეს არსებული რედაქციისგან, მაგრამ შემდგომ ცვლილებები შედიოდა პერიოდულად სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვის დროს. ახლა უკვე მეორე მოსმენით იხილება და მეორე მოსმენა არის გადამწყვეტი, ვინაიდან სწორედ მუხლობრივად ხდება განხილვა და მუხლობრივი განხილვების დროს ხდება შესაბამისი ფორმულირებების დაზუსტება. ამიტომ დაველოდოთ, რა შემოგთავაზებს საქართველოს პარლამენტი და შესაბამისად, ასე ვთქვათ, რა ფორმით იქნება დამტკიცებული. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით რუსთავის საკალათბურთო გუნდსა და არმიას შორის შეხვედრაზე დასწრების მსურველ გულშემატკივრებს უფასო ავტობუსები მოემსახურნენ. ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ რუსთავის მოთამაშეების წარმატება უსურვა და თბილისის საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შეხვედრაზე დასასწრებლად რუსთაველ გულშემატკივრებთან ერთად გაემგზავრა. დღეს აქვს რუსთავის გუნდს თამაში თბილისში არმიასთან. წინა თამაში მოიგეს 17 ქულის რუსთაველმა ბიჭებმა და დღეს თუ მოიგებენ, ან ყოველ შემთხვევაში 17 ქულით ნაკლები ქულით წააგებენ, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ძალიან კარგი არის ეს და რუსთაველი ახალგაზრდობა და მათ შორის მუნიციპალიტეტიც გვერდში დაუდგება და უგულშემატკივრებს ჩვენ კალათბურთელებს. სამწუხაროდ რუსთაველმა კალათბურთელებმა მარცხი განიცადეს რუსთავსა და არმიას შორის თამაში ანგარიშით 80-51 დასრულდა. თამაშის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალინდელი საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყობთ. 2014 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კერძო სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ჩაანაცვლებს. თუ როგორ აფასებენ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში.
კერძო სადაზღვეო კომპანიების სამედიცინო დაწესებულებასა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს აღარ შეასრულებენ. საყოველთაო დაზღვევის საშუალებით მომხმარებელს როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი ამბულატორიული სტაციონალური ინვალიდობის გამომწვევი და C-ჰეპატიტით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა საყოველთაო დაზღვევით შეიძლება. იკლებს მკურნალობის ანაზღაურების ვადებიც. კერძო კომპანიებისგან განსხვავებით გაწეული დახმარების ანაზღაურება სახელმწიფო დაზღვევით 2-დან 3 თვემდე მცირდება. სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ამ ეტაპზე დიდი ნაწილი და დაუზღვეველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა და მე ვთვლი რომ ეს არის ყველაზე წარმატებული პროექტი რომელიც სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს. მართალია ძალიან დიდი დანახარჯები აქვს ამ პროექტს, მაგრამ ღირს იმისათვის რომ განხორციელდეს ეფექტურად მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი და დაუმადლებელი სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო დაწესებულებებმა მიიღონ ის ანაზღაურება, რაც მათ რეალურად გასწიეს ხარჯების სახით. პაციენტები დღემ პირველი იანვრამდე წვალობდნენ, რომ იყვნენ დაზღვეულების სხვადასხვა კომპანიაში, ჩვენ არ ქონდა ყველა კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული და გვიწევდა რა თქმა უნდა მათთვის უარის თქმა მომსახურებაზე, ან შიდა სტანდარტით მომსახურებას უწევდით, რაზეც რა თქმა უნდა იყო გულისწუხილიც გაღიზიანებაც. ქრონიკული დაავადებებით ვინც არიან პაციენტები აღრიცხვაზე, მათთვის ძალიან დიდი შვება არის ეს დაუშვათ შაქრიანი დიაბეტი ან ონკოლოგიური პაციენტები. და პრაქტიკულად საკმაოდ დიდია მომართვიანობა, ანალიზებზეა რა თქმა უნდა ძალიან დატვირთული. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად ხვდება მოსახლეობა. მათი მოსაზრებით სახელმწიფო ხალხის ჯანმრთელობის დაზღვევა სხვა კომპანიების დახმარების გარეშე უნდა ახდენდეს. დადებითად დასახელდა ის ფაქტიც, რომ საყოველთაო დაზღვევის მეშვეობით მომხმარებელს სასურველი სამედიცინო დაწესებულების არჩევა თავად შეუძლია. ჩვენი დაზღვევა ავტომატურად ვთქვათ ირაოდან გადაეცა საყოველთაო დაზღვევაში გადავიდა. არც ამაზე არ მაქვს არანაირი პრეტენზია, რადგანაც ფაქტიურად მე მაინც სახელმწიფო მაზღვევდა და მას აღარ სჭირდებოდა სხვა კომპანიებთან კონტაქტი. და მე მგონი უკეთესია რომ მე მაქვს არჩევანის საშუალება და მე აღარ ვიქნები ირაოზე მიჯაჭვული დავუშვათ. და ალბათ თუ არ მომეწონება მომსახურება, არ მომიწევს მათ კომპანიაში სირბილი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ხო, თითოეულ ადამიანზე და ალბათ ასე ჯობია, რომ ასე იყოს სახელმწიფოს მიერ იყოს დაზღვეულიც და დაფინანსებულიც ყველა ადამიანი. საყოველთაო დაზღვევა კერძო სადაზღვეო კომპანიებს სრულად 2014 წლის ბოლომდე ჩაანაცვლებს. სოკარ ჯორჯია გაზიკახეთის რუსთავის ტექნიკური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების არასწორმა მონტაჟმა შესაძლო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლობს. სწორედ ამიტომ ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ საეჭვო სიტუაციაში მოქალაქემ კომპანიის ხელხაზე უნდა დარეკოს. გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების დამონტაჟებამდე კი კომპანიის ტექნიკური სამსახური ნებისმიერ მსურველს უფასო კონსულტაციას გაუწევს. ვინც კი აუცილებლად ყველა შესაძლებელი ყველა უნდა მომართოს რუსთავას. აი შევამოწმოთ რა მდგომარეობაშია. ჩვენ კი დავდივართ ხო წელიწადში ერთხელ შევდივართ ყველა ოჯახში და მომოწმოთ რა დანადგარები აქვს დამონტაჟებული, რა ხმარობენ ტექნიკურად შეიძლება თუ არა იმ დანადგარის ხმარება, მაგრამ თვითონაც უნდა მოგმართონ აი იმ შემთხვევაში თუ სამენტილაციო არხთან ამე კავშირი აქვს მის გამათბობელს ან საკვამლი არხთან, თუ ის საკვამლი არხი და სამენტილაციო არხი რა მდგომარეობაშია შევამოწმებდით. ეს შემოწმება უფასოა. მოსახლემ არ უნდა დააყენოს ისეთი გამათბობელი, რომელიც აკრძალულია. აკრძალულია ნიკალას ტიპის გამათბობლების დაყენება, იმიტომ რომ ის ერთ არხიანი გამათბობელია და შანგბაც მოიხმარს სათავსოდან, სადაც ცხოვრობს, სადაც დადიხარ, გძინავს და ასე შემდეგ და აი ესეთი ტიპის გამათბობლები არ შეიძლება რომ გამოიყენებოდეს გათბობის მიზნით. არ შეიძლება ინფრაწითელი სანტურები ეს არის საერთოდ კიბოს პირველი, აი რო თქვენ სიმსივნის პირველი, რო თქვენ მოსიყვარულე სიმსივნე იმის განჩნება სხვისგან არაფრისგან, იმიტომ რომ გამოიყოფა ნამწვი აირი, რომელიც დაუწვავი ნამწვი აირი გამოიყოფა წვის შედეგად, აი CO არის საშინელება. თუ არ მოგწამდა დროთა განმავლობაში, წლების განმავლობაში ჯანმრთელობაზე მოქმედებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ უფასო სამედიცინო გამოკვლევები რუსთავში მცხოვრებ დევნილებსაც უტარდებათ. იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა პროფილის ექიმები დღეიდან 25 იანვრის ჩათვლით მთელი დღის განმავლობაში კლინიკა რუსთავის სამედიცინო ცენტრში უფასოდ მოემსახურებიან. საქველმოქმედო აქცია ტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრს ჰიპოკრატეს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. გვიტარებენ ყველანაირ უფასო გამოკვლევებს, რაც მართლა ეძვირად ღირებულები არის, რის საშუალება ჩვენ არ გქონდა დევნილებს, მაგრამ დღესდღეობით ახლა იმით ვართ მაყოფილები, რომ ამისანა ყურადღებას გვაქცევენ. პედაგოგებისთვის უფასო პირადობის მოწმობის გაცემის პროცესი დასრულდა. რუსთავის იუსტიციის სახლს აღნიშნული მომსახურებისთვის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლების უმრავლესობა მიმართა. მათთვის პირადობის მოწმობის დამზადება მონაცემთა ბაზის მიხედვით სხვა დოკუმენტის წარდგენის გარეშე ხორციელდებოდა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივის ფარგლებში უფასო პირადობის მოწმობა 30,000-ზე მეტი პედაგოგისთვის გაიცა. 23 დეკემბრიდან 23 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა აქცია, რომელიც გულისხმობდა პედაგოგებისთვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემას. მინდა აღნიშნო, რომ აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. დღის მდგომარეობით საქართველოში მიმართა აქციის ფარგლებში იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოებს 30,000-ზე მეტმა პედაგოგმა. აქედან რუსთავის იუსტიციის სახლში აქციის ფარგლებში განაცხადით ჩააბარა 1260-მა პედაგოგმა. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში მიმდინარე წელს 9 სპექტაკლი დაიდგმება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლევან სვანაძის განცხადებით, სპექტაკლზე ადგილობრივი და მოწვეული რეჟისორები იმუშავებენ. აქტიური სამუშაოები თეატრში თებერვლის თვეში დაიწყება. რუსთავის თეატრის სხვა ქალაქების დასაცუმას პინძლებს. ჩვენ გეგმით 9 სპექტაკლი გვაქვს გათვალისწინებული. აქედან 3 არის დასრული მაყურებლისთვის, 3 მოზარდებისთვის და 3 ბავშვებისთვის. ესე იგი, იმუშავებენ მოწვეული რეჟისორებიც, არის საუბარი რეჟისორ ბატონ გოგა თავაძე უკვე ანაწილებს პიესას. ბატონ გიზო ჟორდანიასთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და ალბათ დადებითად გადაწყდება. დგავ მეც ერთ სპექტაკლს. ამის გარდა იქნებიან გეგა კურციკიძე, იცნობს რუსთაველი მაყურებელი რეჟისორი და გურამ ბრეკვაძე. მარნეულის კულტურის სახლში თეატრალური განათების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მარნეულის კულტურის სახლი პირველი იქნება მთელს მუნიციპალიტეტში, რომელსაც თეატრალური განათება ექნება. საერთო ჯამში სამუშაოებისთვის 94,400 ლარი დაიხარჯება. გასულ წელს 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადეს ტენდერი სცენის განათებასთან დაკავშირებით, რომელშიც გაიმარჯვა კომპანიამ. დაწყებულია სამუშაოები, დღესდღეობით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, ჯერჯერობით დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. განათება, რომელიც იქნება სცენის, თეატრალურ განათებაზეა საუბარი, რომელიც არასდროს არ ქონია მარნეულის რაიონს ეს სიამოვნება. ეს კულტურის სახლი დაახლოებით 35 წელია რაც არსებობს და ესეთი რამე ჯერ არ ყოფილა. ქრონიკა პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. რუსთაველებს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა ყოველთვიურად ერთ სულ მოსახლეზე 40 თეთრის ოდენობით უწევს. მერის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნულ თანხას დადგენილ ვადაში იხდის. დავალიანების არსებობის შემთხვევაში სამსახური მოსახლეობას სპეციალურ შეტყობინებას უგზავნის. %-ზე არის გადახდა საშუალო მაჩვენებელი ესეთია და საკმაოდ კაი მაჩვენებელია. ხედავთ, რომ ქალაქში მოგვარებული არის დასუფთავების კუთხით მდგომარეობა, ხმარდება მეზოვეებს გარკვეულწილად, ხმარდება ნარჩენების შეგროვება, გატანას და უტილიზაციას.
საყდრისის უნიკალური ძეგლის გადარჩენაზე ისაუბრეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრაზე დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ ხელი იმ რეზოლუციას მოაწერა, რომელიც ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა. ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ საყდრისის საბადოზე უნდა შეჩერდეს მადნეულის მოპოვების პროცესი და ტერიტორიამ კულტურული ძეგლის სტატუსი აღიდგინოს. როგორც მოიხსენებოდა, საყდრისის ოქროს მომრავლებელი საბადო არის უნიკალური საბადო, რომელსაც არა მარტო საქართველოსთვის აქვს დიდი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა, არამედ ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი. ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, მიმართავთ როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე კულტურის მინისტრს, აღადგინონ და უყოვნებლენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოქალაქე იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოიღეს, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. რუსთავის მეტალურგი ბენდელას თასის რიგით 23-მე გათამაშებაზე ხვალ მეორე შეხვედრას გამართავს. რუსთაველი ფეხბურთელები გაგრას დაუპირისპირდებიან. თამაში ფოლადის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება. ტურნირის შეხვედრებს რუსთაველები მოსამზადებელ პერიოდად იყენებენ. შეგახსენებთ, რომ გუნდი მზადება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის გადის. მოსამზადებელ პერიოდი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ველოდებით შეიძლება ბორცვს გაგვიკეთონ. და ხვალინდელი შეხვედრა ერთ-ერთი ტესტ მატჩია. პირველ რიგში მოხარული ვარ რუსთავის მეტალურგში დაბრუნებით, აქ ჩემთვის არაფერი უცხო არ არის. გეგმები 6 ეულში დარჩენაა და ალბათ ამ მიზანს მივახცე. გვაქვს გაგრასთან თამაში, ჩვეულებრივი თამაშია, მოსამზადებელი ეტაპია და თავისთავად მანდატს მოსაგებად გავხ რუსთავის 25 იანვარს 16 საათზე რუსთავის ქიმიკოს და სპორტულ კომპლექსში ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართება. ოსთარის თამაშამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია PR აქციებს მართავს. საინფორმაციო ცნობარები ქალაქის მასშტაბით დღეს რუსთავის საკალათბურთო გუნდის წევრებმა გაავრცელეს და რუსთაველს თამაშზე მისვლისკენ მოუწოდეს. წელს პირველად წარდება All-Star-ი ქალაქ რუსთავში. ეს ძალიან კარგი არის, ქალაქში რო განვითარდეს კალათბურთი და პოპულარიზაციის მიზნი და მოუწოდებ გულშემატკივრებს, რომ შაბათს 4 საათზე იმართება რუსთავის დარბაზში All-Star-ი. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებმა და ძალოვნებმა პარტია უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს თხოვნით დაპირისპირება დროებით შეწყვიტეს, როგორც ადგილობრივი მედია წეს. ეგრეთ წოდებული დუმილის პერიოდი 20 საათამდე გასტანს, მანამდე კი უკრაინა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა. ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენების გამო მსოფლიო ლიდერები ქვეყნის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად დღეს ტაილანდის ოპოზიციამ საპროტესტო აქციები ისევ განაახლა და ბანგკოკის ქუჩები გადაკეტა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში გუშინ გამოაცხადეს. როგორც ხელისუფლებაში აღნიშნავენ აღნიშნულ ზომებს, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მიმართეს. ინციდენტი ღაზას სექტორში გავრცელებული ცნობით ისრაელის მხრიდან ავია იერიშის შედეგად 2 პალესტინელი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც ერთ-ერთის ინფორმაციით ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ავია იერიში განხორციელდა. ამ დრომდე არ არის ცნობილი შემთხვევის სხვა დეტალები. ინფორმაციული კომენტარი მომხდართან დაკავშირებით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. გრავიტაცია და ამერიკული აფიორა 10-10, ხოლო მონობის 12 წელი 9 ნომინაციით ოსკარის 86-ე დაჯილდოების მთავარი ფავორიტები არიან. დღეს ამერიკული კინოაკადემიის წარმომადგენლებმა ოსკარი 2014-ის ნომინატების სია დაასახელეს. ნომინაციების გამოცხადება მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ყველაზე დიდი სიურპრიზი კოენების ფილმის ლევან დევისში მთავარ ნომინაციებზე იგნორირება იყო. ახლა კი ხვალინდელი ამინდის პროგნოზი ვნახოთ, როგორ ამის ვარაუდობენ სინოპტიკოსები ჩვენს რეგიონში.
წალკა დღისით +4 ღამით -6 გრადუსი, თეთრწყარში +6 გრადუსი დღისით ღამით კი -3 გრადუსი, თვანიში +1 დღისით ღამით -10, ბოლნიში +11 დღისით ღამით -1 გრადუსი, მარნეულში +10 დღისით ღამით +2 გრადუსი, თბილისში +11 დღისით ღამით კი -2 გრადუსი. გარდაბაში +10 გრადუსამდე გათბება ხვალ ღამით 0 გრადუსი, რუსთავში +10 დღისით ღამით -2. ამით ქრონიკა 9-ის ნახევარზე დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.